მოგესალმებით, დადგა 4 შაბათის საღამოს 8:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყველა ეს ადამიანი, ვინც პატიმრობას აშინახათ, უცხოეთში მყოფი ქართველი და გასასერში მყოფი ადამიანები, პრობლემები ძალიან ბევრი მოგროვდა ადამიანის თავზე და ყველა სიკეთე და სიხარული მინდა გისურვო და ამ აღდგომის სიხარული გაყოლოდეთ სულ მუდამ და ბედნიერებას გისურვებ და დღეს ყავს სტუმრად მამა ექვთიმე. და გვაქვს ძალიან დიდი სიურპრიზი გვაქვს, იმიტომ რომ სააღდგომოდ პატარა ალექსანდრე მოვიწვიეთ, ადამიანი, რომელიც ძალიან გვახარებს ხოლმე. როგორ ხარ, ალექსანდრე? ჭეშმარიტად აღდგა, გაიხარე, შემოგე. სულ ესე ესალმებიან, ხო, ამ ბოლოს, ხო? ეხლა აღდგომა კი. ხო, გენაცალეს. კი, მადლობა დიდი და მამა დაგლოცე თუ შეიძლება. ქრისტე აღდგა გილოცავთ, ჭეშმარიტად აღდგა. მთელ საქართველოს ჩვენი ეს ყველა მორწმუნე ადამიანს მართლაც გულთად მინდა მიულოცო აღდგომის მოწმენდ დასასწაული და მადლობა უფალს ყველა სახელით იმისათვის რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგცა საშუალება შეხვედროთ ამ დიდებულ დასასწაულს, რომელიც თავისი არსით მნიშვნელობით არის უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში და შეიძლება ასე ითქვას, რომ გვირგვინია ღვთაებრივი განგებულების, იმიტომ უფალმა აღდგომით ჯერ კიდევ აგერ ჯვარცმით იმ აუტანელი შეურაცხყოფით, ნერწყვით, გვებით და საფლავში სამი დღე ყოფნით და ამაღლებით, აღდგომით აღადგინა ადამიანური ბუნება, გამოიხსნა ადამიანური ბუნება სწორედ სიკვდილის მონებისაგან, ეშმაკის მონებისაგან. დღეს უკვე საზღველი სკალი ღია არის და ყველა ადამიანს აქვს იმ საშუალება, რომ დაბრუნდეს თავის ისტორიულ სამშობლოში და დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ჩვენზეა დამოკიდებული თითოეულ ადამიანზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ადრეს გვისაუბრია, რომ ადამიანი არის თავისუფალი არსება, არჩევანის უნარი გააჩნია თითოეულ ადამიანს და არჩევანში ის არის თავისუფალი და ღმერთიც არება მასში და ამიტომ ეს ყველაფერი რაც უფალმა გააკეთა ჩვენთვის, ეს არის სწორედ იმისათვის, რომ ყველა ადამიანს გაუადვილდეს ამ სულიერ ცხოვრებაში სიარული, იმიტომ რომ ქრისტიანობა მოგეხსენებათ, ეს არის ურთულესი გზა, ეს არის ადვილი, მაგრამ არა შეუძლებელი. და სწორედ ამიტომაც უნდა ვიყოთ მადლიერი უფლისო ჩვენ ამის საშუალება გვეძლევა ყველას. ეს გაიარა ყველა წმინდანმა, იმიტომ 10 წმინდანი თავიდან არ ყოფილა წმინდად არ დაბადებულა. საინტერესოა ეკლესიის ისტორიაც, რომ ყველა წმინდანის ცხოვრებაც, იმიტომ რომ ყველანაირი მაგალითი შეიძლება ვნახოთ, ხო, მარიამ ეგვიპტელის, დიდი მახვის გავიარეთ უკვე და იქ იყო, იცით თქვენ, მეხუთე კვირა არის მარიამ ეგვიპტელის, ასევე მოსე შავია, ყველანაირი მაგალითია. ეს არის სწორედ იმის იმედის მომცემი, რომ ჩვენ არ არსებობს ამ ქვეყანაში მდგომარეობულ ადამიანმა არ მონახოს გამოსავალი და ისე და ესე ამის მინდა ხაზი გავუსვა, თუ კი მოვინდომებთ ყველა გამოსავლოთ ნახავთ და შევძლოთ წინსვლა სულიერ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება მამაო ღმერთმა ხა გარკვეულწილად ძალიან ბევრი ნუგეში მოგცა ადამიანებს ძალიან ბევრი, რავი, აი ხა არტოსი მაგალითად რო დარიგდება რამხელაზე ის არის, რა ქვია, საკურნებელი არის ადამიანებისათვის ზიარება, იგივე მამაო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, რამდენად საჭირო არის ადამიანისათვის და როგორ აცოცხლებს ადამიანს და რამხელა სიხარული მოაქვს, ხო? თუ შეიძლება მამაო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის, რომლისთვისაც ეს შეიძლება არ იყოს ძვირფასი და რამდენად ძვირფასი არის, თუ შეიძლება რომ ეს რო აგვიხსნათ თქვენ. კაი შეკითხვა ბატონო გიორგი, ახლა მე გამახსენა პავლე მოციქულის სიტყვა, რომელიც ბრძანებს, რომ ურწმუნოსათვის არაფერი არ არის წმინდაო. მორწმუნისათვის ყველაფერი წმინდა შესაძლებელია და ურწმუნისათვის არაფერი არ არის წმინდა, არამედ შეგინებულია მისი გონება და გულიც. ყველაფერი მიიღებ, რა თქმა უნდა, წმენდა. აი თქვენ სწორედ გაუსვით ხაზი, რომ უფალმა მიუხედავად იმისა, რომ წეგან მეგრს ვახსენე, აღასრულა ღვთაებრივი განგებულება, ადამიანი გამოიხსნა და ყველაფერი ის დღესაც მოქმედებს და დღესაც იგივე სასწაულებით, აი თქვენ ახსენეთ, აგერ ზიარება, ხო, ევქარისტიული კანონი, ეს არის ალბათ გვირგვინია იმ საიდუმლოებისა, იმიტომ რომ ესე იგი ლოცვის შედეგად ჯოლური პური და ღვინო ხდება, გარდაიქცევა ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცსა და უფლისა და ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს იმის საშუალება ცოცხალ ღმერთს მივიდეს, შეეხოს, ეზიაროს და ამით, რა თქმა უნდა, სწორედ მიაღწიოს ყველაზე დიდ, რა თქვა, ოცნებას, რომ განიწმინდოს საკუთარი თავი წოდებისაგან. რა თქმა უნდა, აქ იზრდება ესე მიდივართ ჭეშმარიტ სინანულთან. ხო, თუ სინანული არ აქვს, რა თქმა უნდა, ეს ზიარება
შედეგს იძლევა, ხო, ეს ზიარების ლოცვების არის გამოხილებული ყურადღება, რომ შედგენილია დიდი მამების, ხო, ბასილი დიდის, იონე ოქროპირის და ასე შემდეგ და მაკარი დიდის და ისინი თხოვენ პატიებას უფალს უღირსად ზიარებისათვის და ჩვენ რა ვართ მათთან შედარებით. ამიტომ ჭირდება ზიარების დროსაც უდიდესი სიფრთხილე, წინდახედულობა, მომზადება, რა თქმა უნდა, სინანული, რომ ეს პირიქით არ გვექცეს ჩვენ და რაღაცა საჭიროდ არ მოგვიბრუნდეს უკან. ასევე არის ახლა იგივე თქვენ აგეწევათ ცესის გარდამოსვლა, რომელიც ყოველი აღდგომის დიჩაბა წინა დღეს, ანუ დიჩაბაც ხდება იერუსალიმში საუკუნეების განმავლობაში. წელსაც ჩვეულებრივად ეს აღსრულდა და ესაც ერთგვარი ნუგეშია, იმიტომ რომ ამას თავისი ისტორიული წარსული აქვს, რასაც ჩვენ უნდა ვენდოთ და ვირწმუნოთ ის, რასაც რაც შემოგვინახა დედა ეკლესიამ და აქამდე მოვიდა ხო საუკუნეების განმავლობაში. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ თავს, რომ იყო ეს როგორც ამას წყაროები გვაწვდიდა და ისტორიული წყაროები და დედა ეკლესიაში შემოდაცული მეოთხე საუკუნე როგორც კი ტაძარი აშენდა ელენე დედოფლის მიერ აი გოლგოთაზე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იქიდან მოყოლებული უკვე ამბობენ რომ აი მაშინაც იყო პირველი სოციალური გარდამოსვლა. როგორც ერთგვარი ნუგეში, იმიტომ რომ ეს რატომ არის შაბათი დღე არის, ესე იგი დიდი პარასკევში ერთ-ერთი კიდე უმძიმესი დღე, იმიტომ რომ მაცხოვარი ამ დროს როგორც ადამიანის სხეულით არის სამარეში, მისი წინა სხეული დაბრძანებული, ხოლო როგორც ღმერთი ჩადის ჯოჯოხეთში და იქიდან ამოყავს ყველა ძველი აღთქმის მართალი მამა და პატრიარქები და ვინც მას ელოდა და ვისაც მისი სწამდა. და ერთგვარ ამ დროს მოციქულები როგორ არის შეშინებულები, ჩაკეტილები, თითქოს და მიუხედავად იმისა, რომ სახარებთან ჩვენ გვახსოვს უფალი წინასწარ აფრთხილებს მათ მოძრაობს ამის შესახებ, როცა შევიდოდა იერუსალიმში რა უნდა დაეთმინა, ხო რა გზა უნდა გაევლოს, როგორც წარმახსენეს წამება, დაჟვა, ნება ჯვარზე და აღდგომა. და მიუხედავად ამისა, მაინც როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო ეს მოლენა აღდგომა, რომ ისინი შეშინებულები იყვნენ და ჩაკეტილები ხო სახში, ოთახში. და ერთგვარი ალბათ ნუგეშიც არის ეს და უფრო გულმოწყალების და ეს გამოხატულებაა, რომ ჩვენ აი აქტოვებს, როგორც ამთვი მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერი აღასრულა, მაინც თავის სასწაულებით, ნიშებით და ასე შემდეგ ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანი შემოატრიალოს თავისკენ და დააყენოს სწორ გზაზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, გარანტია იმისა, რომ ადამიანი გადარჩეს სულიერად. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს უნდა აი როგორ რაღაცა იცით, რომ ახლა როგორც აღგითხარი მე პავლე მოციქულის სიტყვა რატომ მოვიყვანე, რომ თუ კი ადამიანს არ უნდა და არ წამს, აი მაგალითად უფალი ახლა სამწლის განმავლობაში დედამიწაზე საიყვებოდა სასწაულს აღასრულებდა იქაც არ იწუნეს, ხო წარმოიდგინეთ და 12 მოციქული ერთ-ერთმა მოციქულმა უღალატა და 30 ვერცხლად გაყიდა. ხო და ახლა ჩვენ აგერ ახლა თომას კვირა მოდის, საინტერესოა თუ თომას მაგალითიც ხო იმ როდესაც მას ეტყვიან მოციქულები აღდგომის შესახებ, ის თავიდან არ იწმუნებს, იმიტომ რომ სანამ საუთარი თვალით არ ნახავდა და არ დარწმუნებოდა, მანამდე ამას ვერ მიიღებდა ამას და როდესაც მე როდესაც გამოეცხადება მაცხოვარი და ეტყვის რომ ნუ იქნები უცებ არამედ გწმენისო და ყველა საინტერესო სიტყვებია შემდგომი მაცხოვრისა, რასაც ბრძანებს, ხო? რომ ესე იგი ნეტარხარ შერო ხედავ მიწმუნე, მაგრამ ნეტარი არიან ისინი, ვისაც არ უხილავ და მიწმუნებენ. ანუ ეს ეხება ყველა ამ დღევანდელ კაცობრიობას და ჩვენ და ყველას შემდგომიც სანამ ეს ქვეყანა იარსებებს, ხო და ამიტომ წვეთ უნდა მივიღოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ახლა ის რასაც თუ ხედავ ღმერთს სიტყვაზე ვიძახი და თვალით უყურე რაც ის აკეთებს, მაშინ მე რა უგუნო უნდა იყოს ადამიანი ეს არ იწმუნა, ხო, თავისთავად ცხადე ისეც იწმუნა, მაგრამ როდესაც ვერ ხედავ და ისევ წიბლად წელთან დაკავშირებითაც, ხო, ახლა ეს ბევრი ადამიანი დღესაც ჩადის, 2000 წელზე მეტია გასული უკვე და საკუთარ თვალით ნახულობს და ცდის, იმიტომ რომ გარდამოსების თანახმად ის არის გარკვეული ხნის განმავლობაში ცეცხლთვისებებს არ იძენს ის და მე იძენს, ხო და
ასე რომ რა ვიცი ახლა ეს ყველაფერი წმინდაზე დამოკიდებულ ადამიანზე მიღებულობას და მივიღოთ ეს. ამიტომ ეჭვის ქვეშ ყველაფერი შეიძლება ადამიანს დააყენოს ეჭვის ქვეშ. თქმა უნდა. ხო და მეორე მომენტი ახლა აი როგორც თომას მაგალითად მან ახლა ესეთ გამოთქმის არის ხო ძალიან ესეთი ხო ურწმუნო თომა აი საზოგადოება ესე აიტაცებს ესე ტერმინებს რომლის მნიშვნელობაც არ იცის. ეს 1 აპრილია მაგალითად ხო ახლა პირდაპირ ამას მიყვართ ღვთის აი აღდგომის გმობამდე და ხო და იმიტომ რომ ესეთი გადამოცემის თანახმად 1 აპრილს აღდგომაც ხوارი ხო და ებრაელებმა რაც გაავრცელებს ეს მოიტყუაო და აი მოტყუება და აქედან მოდის ეს და ამიტომ თომასის ურწმუნო კი არის მანს ან თქვათ ეს არის მაგალითი იმისა ბრმად უცბად შეიძლება მართლა არ იწმუნო და მიხვიდე შეგდებით რომ გახდე და უცბად არ აიტაცო და იმიტომ ამ შეიძლება მეორე უკიდურესო გადავარდეს ადამიანი ხო ხო მიხმედას უყურებს გვაფრთხილებს რომ აი ბოლო ჟამის მოხლებასთან ერთად რომ მომრავლდება ცუ ქრისტიანობა იქნება ქრისტემტყვარი გამოჩნდებიანო გეტყვიანო აქ არის ქრისტე ვაგერ იქ არისო მაგრამ თქვენ არ იწმუნოთო და იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი მართლაც ისეთ ჩავარდეს რომ მას იქიდან მისი გამოყვანა ძალიან რთული იყოს. მით უმეტეს დღეს ამდენი ამსარებლობაა და ყველას მიაჩნია საკუთარი თავი ასო ჭეშმარიტ ხო მორწმუნე და ამსარებლობა. სიმართლე გმართებს ამ პრიოს. მადლობა მამო თუ შეიძლება აი ალექსანდრს კითხავ რა ვინაიდან რაღაც ცეცხლთან მიმართებაში თქვენ ახსენეთ ეხლა ცეცხლის გარდამოსვლა დიდი ნუგეში არის ჩვენთვის პირველ რიგში ძალიან ბევრი მილიარდობით ადამიანი ზეიმობს არა მართლმადიდებელიც კი ამას აღიარებს ამ ყველაფერს და რაღაცა მაგრამ არის რაღაცა სიბოროტე ეშმაკისეული რომელიც ბევრი ამბობს სიტყვაზე ბევრი რა რამოდენიმე ადამიანი სიტყვაზე უნდა თუ რაღაცა ყურადღების ცენტრში მოექცნენ იმ დროს ხოლმე და ხდება ხოლმე რომ ამბობენ რომ სიტყვაზე ეს ცეცხლი არ გადმოსულა რაღაცა ტყუილი რაღაცა შეხო ძალიან გახარებს ხოლმე ხო ვიცი რომ ეკლესიაში ეს არ ვიხარ ამ ცეცხლით რაღაცა და რამდენი ადამიანი და რამდენი სტიქაროს და რამდენი ხარობს ხო და რამდენი ადამიანი განუკურნია თან მით უმეტეს ამ ცეცხლს რა ვიცი დღესაც უნთიათ ბევრ ადამიანებს და ბევრი ტაძარი ვიცი სადაც ანთებული არის ამ ცეცხლით სანთელი მე მთელი წელი შენ რას ფიქრობ ამის შესახებ რა შეგიძლია რომ გითხრა აი როგორ გიხარია ეს ცეცხლი და ვისაც არ უხარია და ვინც ვერ ხედავს ამას რა შეგიძლია უთხრა იმ ადამიანებს პირველ რიგში ძალიან სასიხარულო ამბავია რომ ცეცხლი გარდამოვიდა ჭიმეზის ერთ-ერთი ნიშანიც არის რომ სასწაული არსებობს კიდე და ეს მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა და ზოგი ძახის რომ ზოგ ბევრს არ წამს და ზოგი ძახის რომ ასანთიში აქვს რომ ზოგი ძახის რომ არ ანთებენ რომ შენ სპეციალური რაღაცები ანთებენ და ეს სიმართლე არ არის იმიტომ რომ ცეცხლი არსებობს ისეთი რომ ადამიანს არ დაგწვას ცეცხლი ყოველთვის ადამიანს წვავს და როცა ხედავ ადამიანი რომ არ გწვავს სახეზე მამები წვერებზე მით უმეტეს და არ გწვავს როგორ არ უნდა ირწმუნო ადამიანი ვერ ხვდები და მართლმადიდებლობასაც ზოგი იძახის რომ აი ხედავ შენ როგორ ეს ცეცხლი აი არ გადმოვიდა და ესეო და მართლმადიდებლიც ვინც არის ჭეშმარიტი გასასრუბნებს სპეციალურად და შეიძლება ისე შემოუბრუნოს რომ მართლა დავიწყონ მართლმადიდებლობა და ვინც არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მათ მიბაძონ და წავიდეთ ცნობის გზაზე ჭეშმარიტების გზაზე დიდი მადლობა სიბოროტეა ხო მე ვფიქრობ რომ ხა ადამიანებს რაღაცის რო წამდა რაღაცით ხარობს ხო როგორ შეიძლება რომ ეს სიტყვაზე შენ ან აუგზალო ან გაუფასურო ხო და ვინც ესეთ რაღაცებს ჩადის უბრალოდ ალბათ ვერ ხვდებიან ამ ხელა სიბოროტეს ჩადიან ხო ეს რაღაცნაირად ბრძოლა არის იმიტომ რომ ეს თან ყველაზე მთავარი რაც არის ზოგი ადამიანი საქართველოში ცხოვრობს ზოგს მართლმადიდებელი გონია თავი მაგრამ აწყობს სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ეხა იციან მარტო რომ მართლმადიდებლებზე გადმოდის ეს ცეცხლი და ეხლა იქ სხვა რელიგიის წარმომადგენლები ამის გამო რაღაცნაირად ამ ჭორს ავცელებენ რომ ეს შურთ რომ ჭეშმარიტება მართლა ჩვენში არის და იგივე გრიგორიანული ეკლესია და ბევრი სხვა ეკლესიები რაღაც სექტები უგონებენ ხოლმე სპეციალურად რომ თვითონ არ გადმოდის ვარ და სინამდვილეში გადმოდის თვითონაც უნდათ რომ არ გადმოვიდეს მაგრამ ვერ გაურბიან ამ ყველაფერს და ხათშორის მამა მეორეთ მოსვლისას ამბობენ ხოლმე თქვენ გექნებათ ეს გაგონილი რომ ისა რა ქვია ეს ცეცხლი რო არ გადმოვა ერთ-ერთი ნიშანია ხო მე მგონი ესეთი ნათქვამიც არის დიახ გარდამოცემა კი მაგრამ ძალიან მოკლედ მინდა იგივე შევეხორო ხა ჩვენ როგორც თქვენ ბრძანეთ რომ
შეიძლება ეს გარკვეული ძალების თქვენ ახსენეთ ამის თქვა ცელობაც იყოს რა თქმა უნდა ყოფილა ხო თან როგორც ეს მე 16 საუკუნის ბოლოს და თურქები ბატონობდნენ უკვე იქ და იერუსალიმი მათი თქვა გამგებლობის ქვეშ იყო თორცები 1579 წელი იყო ესეთი და სომხებმა იქ ამ ყველა ცეცხლს ხო ესე ფულით მოისყიდეს ეს თურქები გადაუხადეს ეს ცნობილი ის ისტორიული წყაროები ამას გვეუბნებიან და სვეტიც არის წერან თქვი რომ ჩვენ უნდა ვენდოთ ამას იმიტომ ამას თუ არ ვენდე მაშინ არაფერს აღარ უნდა შეიძლება ყველაფერი ჩვენს დააყენო და გადაუხადეს პულა მართლაც არ შეუშვეს ეს მართლმადიდებელი პატრიარქი დატოვეს ტაძრის გარდა სომხები შევიდნენ და ნუ გავიდა 1 საათი 2 საათი 3 საათი და ვერაფერი არ გადმოვიდა და საინტერესო ის არის რომ აი ამ დროს თურმე Google-ის გვერდით ყოფილა ესე იგი სვეტი რაღაცაც იდეა თურქი ჯარისკაცებს რაზმი რომელიც აკონტროლებდა იქ აი ამ სიტუაციას რაღაცას იგის და ის არ ყოფილიყო დარღვევა და ომარი მათი ასე ვთქვათ რაზმის მეთაურობას დაინახო და ამ დროს ახტება რომ სადაც მართლმადიდებელი პატრიარქი იდეა და ლუცუ და სვეტა ხო გაიყო ეს მარმარილოს სვეტი დღესაც არის ხო ეს სვეტი ის პირველ მდგომარეობაში და ნაპრალიდან გადმოვიდა ცეცხლა აინთოვის ანთლები და აი არაბებიც რომელიც მის ირგვლივ იყო დაიწყეს აი დღეს რომ შეიძლება ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია ქრისტიანი ერთადერთი და აქედან მოდის ის რა ქვია ხო ტრადიცია და აი მომარმა რომ დაუნახავს ეს მეც ქრისტიანი ვარ უწამე ირწმუნა და მოხდა ისე რომ ის მოწამეულად აღესრულა თავმოყრა და დაწვეს მაგრამ როგორც ასე წყაროებში შემითებული ის იერუსალიმის ეკლესია მოწინააღმდეგ შერაცხაო და მისი ხსენება ყოფილა ახალი სტილით აგე 1 მაისს ანუ იმას ეყო იმის გონიერება რომ აი აჰმადიან კაცს აი საკუთარ თვალით როგორც თავის დროზე ლონგინოზმა ხო მაცხოვრის იქედა საკუთარ თვალით და ირწმოს ვაცოვარი ხო და ამიტომ ალბათ ეს კიდევ ერთი რაღაც გარკვეული ცდელობაა ამას გავსი რომ რაღაცნაირად ეჭვქვია იმიტომ ხო მიდის ბრძოლა ახლა ბრძოლა არ დამთავრებულა ჭეშმარიტებს წინააღმდეგ ირიქთ ახლა იწყება თუ გაძლიერდება კი ბატონო ახლა ხედავთ აი სოფლიოში რა ხდება მიდის რაც თუნდაც აი შორს ვარ წავიდეთ ახლა აი კომუნისტების პერიოდში რაც მართლმადიდებლობამ გაერცანდა დევნა და ის არც ერთ სხვა რელიგიას ეს არ გამოსწია ხო ახლა მე როგორც ვიცი ყურში ხო მოწამეობა ამდენი მსხვერპლი ამდენი ისა აღესრულა ხო და ესაც ერთ-ერთი ნიშნულსა ჭეშმარიტებას ყოველთვის უკვე მეტი მტერი ყავს და ებრძვის ასე რომ ისე მამაო რა ძალიან მომწონს ჩვენი გონიერება მართლმადიდებლების იმიტომ რაღაცნაირად ესე კი ებრძვიან მაგრამ იტყობა არ იცნობენ მართლმადიდებლებს ის ვინც ერძვის იმიტომ რომ ესეთი ადვილად რომ თმოვდნენ სარწმუნოებს ხა ის ძალიან ხშირად მინახავს ხოლმე აი ძალიან მიხარია ხოლმე სხვათა შორის უცხოეთში ძალიან ბევრი ადამიანი აქედან თხოვდება რაღაცა ხდება ხოლმე მაგრამ მე არასოდეს არ მინახავს მამაო აქედან იქით გადანათლული ადამიანი ეს სულ ყველა ადამიანს მიუხედავად იმისა რომ რაღაცნაირად აქედან წასულა ხო იქით პირობა დაუდია რომ აი თუ ხო აქეთ მოუბრუნებიათ აი თქვენ ხო აი უამრავი ხდება ხოლმე და ისე მიხარია რომ აი რა არის ახლა დღეს აი რა საინტერესო ის წამოწეთ ახლა თქვენ რომ აი ეს უფრო საქართველოში შეიმჩნევა იმიტომ რომ საქართველოს ქართული ამან გადაგვარჩინა ჩვენ აბა ახლა იყო ხო მართლმადიდებელი ქვეყნები სირია პალესტინა აგერ ეგვიპტე აკვანი მაგრამ დღეს აგერ ფაქტობრივად გაუდგნენ უფალს და უღალატეს და არის სხვა მუსლიმური ქვეყნები ხო და საქართველოს რა აღარ განახა საქართველოს ხო რომელი იმპერიასთან არ მოხდა შეჯახება აი 100,000 მოწამე ისტორიაში არცეთ ეს არ ყავს ახლა ამასაც ბჭყალებში ვაი ქართველები აყენებენ ესე 100,000 არ დაეტეოდა და ახლა წარმოიდგინეთ რა ახლა ისე როგორც დიდგორზე ვარ დაეტეოდა ამდენი 500,000 ისე როცა მიტინგი იყო და ის მაშინ მეტი თქვეს თავის ამასაც მე უყურებდი ერთ-ერთი იმაში იყო ეს ამერიკელს წარმოიდგინეთ ამერიკელს ეს ისტორია წაუკითხავს 100,000 მოწამის ჩამოვიდა სპეციალურად მეტეხზე დგას ეს ადამიანი და როგორ ემოციებით ხსნის ამ ყველაფერს რომ აგერ აქ მოხდაო ხალხო ეს ყველაფერი და წარმოიდგინე ისე ემოქმედა ამ უცხოელ ადამიანზე უცხო ტომელზე და ჩვენ აი გუშინ იყო ხო 6,000 გარჯელი ბერის აბა სულიერი ცხოვრება ყოფილა მას საქართველოში დავითგარის მონასტერში 6,000 ბერი ერთ ლიტანი აღდგომის ღამეს აღესრულა მოწამეობრივად და
დღეს ალბათ საქართველოს შეიძლება ამდენიც არ იყოს, ხო, სიტყვაზე ერთად აღება. მაშინ იქ იყო. აი ამ ხელა სულიერობაზე მეტყოლებს ეს ყველაფერი. ამან მოგვიყვანა აქამდე, თორე ეხლა ის რო გადავხედოთ, რა თქმა უნდა, შეცდომებიც გვაქვს, ჩვენ ეს ძალიან ბევრი შეცდომები გვდაშვებოდა, დღესაც უშვებთ, ხო, მაგრამ აი თქვენ თვითონ არ იყოს, აი როცა მიდის ბრძოლა უკვე ჭეშმარიტებას, მაშინ ადამიანში იღვიძებს რაღაცა ეს რომელიც რა თქვა ჩადებული აქვს ეს მე როგორც საქმეზე რომ იდგება. ხო, იმიტომ როგორც და მაშინვე, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ იგი 100.000 რიში დგეხარ ხო თავს კვეთავენ და უყურებ რომ შენ წინ აგენ მივიდეს ადამიანი და თავი მოკედეს აგენ შენი რიგიც მოვიდა და როგორ უნდა გაუძლო ამას ხო? მაგრამ ეს გადაიტანა ამათმა. ხო და აი კალოუბანი რატო ხია კალო თურმე იქ ბავშვები გაულეციათ შეუყრიათ და ეს და ცხერებულდნენ და თურმე ხელავდნენ და ეს ის არის ხო და ეს გამოიერა ჩვენ მეერმა და ამან მოგვიყვანა რა აქამდე და მადლობა ღმერთო დღესაც აი მიუხედავად რაღაცა პატარ-პატარა ცვლილებისა მაინც დიდი ნაწილი საზოგადოებისა მაინც უკვე ერთგულია მართლმადიდებლობის და ამის იმედი უნდა გქონდეს ჩვენ იმიტომ რომ აი შეიძლება ადამიანი ტაძარში საერთოდ არ დადიოდეს მაგრამ როგორც დადგება რაღაც მომენტი აი შეიძლება ყველაზე მეტად მან გაწწოს თავი და კი აუ მაგრა თან მამა ხშირად ხდება და პირიქითაც შეიძლება მოხდეს შეიძლება ის ტაძარში იმან მიატოვოს გაიქცეს და აი რა კაის იყო პანდემიაც ხო მაგალითი ბერმა მიატოვა წავიდა ტაძარი ბევრი მოვიდა ბევრი მაშინ მოვიდა რომ აი აქამდე არ მივიდა ეხლა უნდა ვიარო ტაძარში და ბევრი დაიწყო სიარული და ეს განსაცდელები ხო ის ორი მხარე აქვს რა დადებითი რომ უფალთან ახლო მიიყვანოს ხალხი და თან გამოცადოს როგორი მოწმუნე ადამიანი და მამა თუ აი თქვენ როგორ ფიქრობთ თუ რამდენად შეიძლება რომ ამას ესე იოლად შეხედოს ადამიანმა იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ცოდვაში ვარდება მამა და ვერ ხდებათ. ყველაზე ცუდი ეგ არის რომ არიციან, ხა ვიღაცა რაღაცა ხუმრობით შეიძლება რაღაცა იმაზე აღდგომაზე იხუნოს, ვიღაცა სასაფლაოზე იხუნოს რაღაცა და ანუ არ მომწონს ეს რაღაცნაირად. აი რამდენად უნდა გაუფრთხილეთ მამა ამ ჩვენ წეს ჩვეულებებს და რამდენად აი ჩვენივე პატივსაცემი რამდენად არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვიცით პატივი მამა, ეხა აი ძალიან დიდი ბოდიში და აი პატარა რაღაცას იმას ვიტყვი. ხალხს კი არ ვაძლევ შენიშვნას, მაგრამ აი რეგიონში რო ხალხი მიდიოდა ეხლა და დაიწყეს რომ ისაუბრა აი სოფელში წავიდნენ რაღაცა ხო არასოდეს არ მიგძნია როცა პანდემია იყო და ჩვენ რო სოფელში მივდიოდით იმათ არ ვთქვამთ რომ თქვენ აი ქალაქიდან ეხა ჩამოხვედით არავისგან არ მიგძნია პირიქით სულ რაღაცა ის იყო და აქედან კიდე პირიქით რაღაცნაირად აი რაღაცა აგრესიული ხალხი არის რომელიც ასაღებს თბილისლებად ხალხს თორე არ შეიძლება თბილისელი იყო და შენ რეგიონიდან ჩამოსულმა ადამიანმა გაგაღიზიანოს როცა გადავსებული ამდენი სიტყვაზე ინდოელითან არაბითან რაღაც სასწაულთან ვერ გაგაღიზიანებს არ როგორ უნდა გაგაღიზიანოს შენი ქვეყნის მკვიდრმა ხო გამორიცხულია ნუ ეს არც თბილისელი ხარ და არც ადამიანურად არ შეიძლება იმათ ჩაითვალოს ადამიანურ საქციელი და თუ შეიძლება მამა აი ამას ამდენად უნდა გაუფრთხილეთ მამა ჩვენ ერთმანეთს იმიტომ რომ მაპატიეთ ბოდიში ხდი ერთსაც ვიტყვი რომ ეს ადამიანები ნენელა მამა სანატრელი გაგვიხდება ეხლა უცხოე ჩანახა დიდი დროით რომ იწევს ხოლმე წასვლა აქცენტზეც უკვე ნებისმიერი რო იყოს ადამიანს ქართველს რო ნახულობ ისე მიხარია ხოლმე რაღაც მონატრევ ეს დრო ხო დაგვიდგება როდესღაც ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრება ხო არ შეიძლება ესე ცივად უყურო ის ბოლო ვინც შენ შეიძლება გძულს დღეს სანატრელი შეიძლება გაგიხდეს იმის დანახვა ხო თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით აი რამდენად უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ ამ სეგმენტში ხო რა თქმა უნდა ეს არის მთავრესი იმიტომ რომ აი მოყვასი სიყვარულია ყველაფერი მოულწერტილი ხო ორი მთავრესებას გვეუბნება უფალი ხო ერთი უფლის წმენდა სიყვარული და მეორე მოყვასი სიყვარული მოყვასი ეხლა მოყვაში არ გულისხმობა მხოლოდ ოჯახის წევრი. ის გასაგებია ხო ისაც გვიყვარს არა მშობელი ისა მაგრამ აი სხვა ადამიანი და უნდა რაში გამოიხატება რა გაუფრთხილება რაში გამოიხატება გაფრთხილება რომ პატივი უნდა უცეთ თუნდაც მის აი რელიგიურ შეხედულებებს რელიგიურ წამს ეხლა მის უწმიდესობას გასვოთ უყარს ხოლმე ძალიან იხსენებს მშობლები როგორ ოჯახში სტუმრობდნენ ხო შეიძლება და ეს დაუშვათ ჩილოკავკასიის ესენი ხო ხალხი იქიდან გადამოსული და მუსლიმები რომელსაც დიდი პატივით იღებდა მათი ოჯახი და ლოცვის საშუალებას ეძლეოდა იმა და ყველაფერი ხო ეს საქართველოში ყოველთვის იყო დაცული აი რატო ვარ ჩვენ მრავალ იმიტომ არსებობს აი ნარიყალასთან ხო იქვე არის სინაგოგა იქვე არის ხო ერთად არის და ეს აი ამას ქართველების აი კაც მოყაროს თუ მართ მოყარებას კაც მოყარებას და ევაზე მეტყოლებს ხო და პატივი უნდა ვცეთ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჩვენ
ხო და როგორც კი ამას ესე იგი დაუწყებ რომ შენ აი რაღაცა იქიდან ჩამოსული ხარ როგორც ეხლა ის ადამიანი ხო მიდის თავისებურად უნდა მიაპატოე მიაგოს თავის მიცვალებულს ხო და უშუალოდ ერთი დღე აქვს რომ ჩავიდეს და რაღაცა და მოასწრო ჩამოვიდეს კი შეიძლება ეს ამხელა სასწრაფო სხვა რაღაცა სიტყვას მაგრამ ეხლა მოდა ავიტანო რა თქმა უნდა ეხლა თუ ერთმანეთი არ ავიტანოთ და ესე არ მოხდა მაშინ რაში გამოიხადება მოყოსის და ერთმანეთში გვეში დგომა და სიყვარული ხო და ალბათ ეს ყველაფერი არის კიდევ და კიდევ გიორგი აი რაღაცა უსიყვარულობის და იმის ბრალია დღეს თვითონ ეს მე ვახსენე კი ეხლა რწმენამ გადაგვარჩინა მაგრამ დღეს სამწუხაროდ აი უყურებთ ხო უსიყვარულობა კი რა თქმა უნდა იმიტომ აი ქართველი ერთი მუჭაერი ვარ ხო ამ სოფლიოში და ამდენი სიძულვილი ამდენი რაღაცა ერთმანეთის ბოღმა გაუტანლობა აი ხშირად თქვენს ალბათ გიგვირთ ხო საიდან დაგროდა ესა ხო პატარა რა ქუჩაშიც კი ერთმანეთს რაღაცას არ უთმობთ რაღაცა ხმოვან სიგნალით და შეიძლება გადმოუხდეს და ერთმანეთი შეურაცხყოფა და აი ეს არის რა ვიცი დამაფიქრებელი იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო აისახება ჩვენ ცხოვრებას და მოგეთხოვება ამაზე პასუხი. საიდან დაგვრდა ეს ბოქმა? აი ამას არ ვიცი. ხო, აი რა არის სამწუხაროდ ახლა სწორად გამიგეთ ახლა ჩვენ ამასთან ფიქრობდი კიდევ აზავ ნახე რომ როგორც კი აი ვიცი ხა ცოტა ისეთი თემა მაგრამ კი მაგრამ მაინც აი მომავალი თაობას რაღაცაად უნდა რელიგიურად უნდა იზრდებოდნენ და უფრო მეტ ეკლესია ყველაფერს აკეთებს ამისათვის მაგრამ აი ბევრი ეკლესიაში არ მოდის ხო ახლა ადრე კარგი იყო რაღაცა გარკვეული იმით ისწავლებოდა ხო დოზეთ რელიგია და ეხლა ესე ცოტა ისე შედება მაგრამ ეხლა რელიგიური აი ქრისტიანულად აღიზრდება ბავშვი ხო ქრისტიანულ ცნებებზე უფლის სიყვარული და მისი მადლით ხო ეხლა 100-დან დღეს თუ სიტყვაზე ძალიან ისეთ შედარება თუ 60-70 რაღაც სიტყვაზე რაღაცას ჩადის ხო არასახარბიელო საქციელს მაშინ პირიქით იქნებოდა ეს ხო ხო და ამ ესაც იწვევს აი ურწმუნოებაც იწვევს ამას იმიტომ რომ ფაქტიურად უყურებთ ხოლმე რომ აი გავლით ღამის კლუბებთან საშინელი სახით გამოდიან ეს მომავალი თაობა ოქროს ფაქტიურად ჩვენი მომავალია გენოფონდი ესენი ხო და რამდენია ესეთი რომ დადიან და აი ვიცი ადამიანის სახეები აღარ აქვს ჩენარჩუნებული ესეთ მდგომარეობაშია და რამდენი დამთავრდა მძიმე შედეგით ხო რამდენი ახალგაზრდა გარდაიცვალა ხო და აი ეს ყველაფერი მივიდოთ ისევ რა რწმენასთან იმიტომ რომ ადამიანს აი ეს ღმერთის წამდეს არა და ესეთი მას რა თქმა უნდა არ ჩაიდენა დაცული უფრო მეტად იქნება რა თქმა უნდა კი არც სიძულვილი იქნებოდა არც შეურაცხყოფა არც განკითხვა არ ძალადობა და შეიძლება ალექსანდრე როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთს შენ ძალიან უყვარ ხარ ჩვენს მენას საერთოდ იცი როგორ უყვარ ბევრიც მიწერენ ხოლმე შენზე ძალიან მოსწონხართ ყველას და დიდი მადლობა ჯერ ამისათვის და მე თან იმისათვის რომ აი უფროსებს არ ესმით ის შენ წეღარაც თქვი რა ამ ცეცხლის გადმოსვლას და იმას წარმოიგენ დიდებს არ ესმით და შენ რო გესმის ამხელა ღვთისწყალობაა და როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა ღვთისწყალობა და როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი თუ შეიძლება რომ აი ამასთან დაკავშირებით რომ გითხა შენი აზრით ეხლა აი ჩვენ ხო არ თანხდებით ხოლმე არაფერზე აზე ვილაპარაკებთ არასდროს და ეხლა ესე გეკითხები კიდე ზეპირად ადამიანს პირიქში ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს თუ ადამიანი დაბოღმილი ხარ მაგალითად წადი მაგალითად შენ მე ესე მიქენი და მაგალითად რატო ბავშვმა იცია ხოლმე ზოგადად პატარა ჩაიდებენ გულში ხო ჩაიდებენ გულში და აი წევრი რო იცახილ მაგალითად ვიღაცა შეიძლება და შეიძლება ზოგი ადამიანი ბევრი მინახე და გამიგონია კიდევაც რომ იზღის ვინმეს რო აწყენინებს ან ვინმე რო აწყენინებს და მე თვითონ აწყენინებს ის წამოიძახებს უცებ გულში ჩაიდო და წამოაძახებს უცებ რომ აი შენ რო ესე მიქენია უცებ წამოაძახეს ისეთ ადგილას ეტყვის რომ შეიძლება წლები გასული იყოს და 30 წლის მერე წამოაძახოს უცებ და ესაც არ არის ერთ-ერთი როგორ დავივიწყოთ წყენა? აი როცა გვაწყენინებენ ხოლმე, როგორ უნდა დავივიწყოთ? ღმერთი ხო პატიობს, მაგრამ ჩვენ არ პატიობთ ვიღაც ადამიანებს რო დაგვეშავებენ. აი ჩვენ როგორ უნდა ვისწავლოთ პატიება? თან ვამბობთ ხო რომ ქრისტიანები ვართ რაღაცა, მაგრამ მაინც არ პატიებთ და აი როგორ უნდა დავივიწყოთ? თან როგორ უნდა ვაპატიოთ ეს ცოტა? ადამიანს ზოგადად უნდა აპატიო, რომ
თუ ყოველ ადამიანს ყოველთვის დააპატიო, იმიტომ რომ ადამიანია და ყოველთვის ვერაფერს ვერ გასასვლელს შეიძლება ზოგი გულმავიწყოს და ყველაფერი მარტივად დაიწყოს და ვინც ვერ დაიწყეს ესე პირიქში უნდა იცოდეს შენდობა რა არის და როგორ უნდა შეხვდეს ადამიანს და პირიქში უნდა გიყვარდეს ის ადამიანი და იმ ადამიანს თუ იქნები მაგალითად ცუდად განწყობილი არ იქნება კარგად განწყობილი და 1000 კარგს იკეთებს და რამოდენიმე ისეთ ცუდს გამოგიძებნის რომ აი ჩაგიკარგავს დაგიკარგავს იმ ადამიანთან ერთად ხალის ყოფნის ხალის საერთოდ ვეღარ შეიყვარებ ადამიანს და ვერაფერს ვერ აპატიებ ხო და ჩვენ ხოლმე ვაპატიეთ ხშირად ხდება ხოლმე რომ ერთს დააშავებს ადამიანი 1000 კარგი რო გაგიკეთოს, მე იმ ერთის გამო ყველაფერს ივიწყებენ ხოლმე. ეს ადამიანის ჩვევა, იმიტომ რომ ზოგადად როცა მივდიხარ და ვინმე იმას გიზავს, შენ გახსენდება რომ აი მე რატომ დავაპატიო ამან ესეთი რამე გამიკეთა და შეიძლება ადამიანმა 10000 კაი გაგიკეთოს და ერთი რაღაცა პატარა ცუდი გააკეთოს და ისეთი ვაიდაბური არ იყოს და ისე ზოგი ისეთია რომ იგაკეთებს ესეთი რამე რომ მომხდარიყო ესე ცუდად აკეთებს ადამიანს უკვე ისე ცუდად ხდები რომ ნეტა რატო გავაკეთე ეს უკვე ისე გიკეთებს რომ ყველას იკეთე გავიწყდება და რატო გავიწყდება ხოლმე იმ დროს რომ გაგახსენდეს რომ იქამდე სიკეთეს გიკეთებ და ხო კაი იქნება და გვაპატიებთ ხო მარტო ადამიანის ზოგადად ეტრაზე ჯაჭვება და გაიქნება რომ 1000 კარგია გაკეთებული და იმ 1000-დან ერთი რატო უნდა გამოუძებნო გაიხსენე ის კარგები შეიძლება იმაზე უკეთესი რამე გაგიკეთა და რატო უნდა გაწყენინო და ჩვენ კიდე ესე რაღაცნაირად ესე ვართ ხოლმე რომ მე გახსოვს მარტო ცუდი და მე არ პატიობთ მე შენც რო გავუკეთებ ადამიანს ცუდს ის და ის რაღაცა ცუდი გავუკეთე შენ რატო გამიკეთე ესე და იმან 1000 კაი შენ არცერთი კაი გაგაკეთებული და იმან ერთი გაგიკეთა მე იმას ისო მოდი აბა შენც დაუსი ბაბუას კითხვა ეხლა ერთი აბა რაღაც ხო საინტერესოდ საუბრობდა და კიდე რაღაცა ვკითხოთ აბა აბა რა გაინტერესებს ისეთი არ გაინტერესებს ეკლესიაში რამე მაგალითად ეს უყვარს ლოცვები რო იკითხება და რანაირ ზოგი იმას აი რატო იყოფა რომ მეც უყურებ ხოლმე რომ ეს სეფიშკვერების რა ქვია რასაც იჭერთ ხოლმე რამთი იმაზე იყოფა რამდენი ჯერაც ის არის ყველა მამაოებზე იყოფა თუ სამჯერ იყოფა ისინი სეფიშკვერაც ეშენ ტარიგი ხო? ტარიგი ძახი ხო? ხო არა ტარიგი რა თქმა უნდა კვეთის დროს ესე დიდი ხუჩაბათის შესახებ მამაო თუ გვეტყვით რა აი ყველა რო ეზიარება რა იმიტომ რომ ეს არის მე წაღანს ვახსენე დასაწყისში რომ ევქარისტიული კანონი ზიარების საიდუმლოა უდიდესი არის იმიტომ რომ ესე ფაქტობრივად გვირგვინია ეს ყველა 7 საიდუმლოში ზიარება იმიტომ რომ ამით ადამიანს მიეტევება სწორედ ცოდვები და სწორედ ამიტომ დაადგინა უფალმა ეს დიდ ხუჩაბათს მოზგულებათა ერთად დიდ ცერობაზე აი ეს ზიარების საიდუმლო რომ ადამიანები მოგეხსენებათ რომ ცოდვიდაცემის შემდეგ მიდრეკილი ადამიანები ბუნებით უფრო მიწერეს ცოდვისაკენ და ამიტომ უფალმა რა თქმა უნდა თავისი ნათლისღების საიდუმლოს დადგენებით ადამიანები ინათლება მას პირველ მემკვიდრეობით გადმოყოლეს ცოდაც ეპატიება და სხვა ცოდები სხვა მას გვასწავლებს და ეკლესია მაგრამ ვინაიდან როგორც წეგან მოგახსენებთ მას მიდრეკილები ვართ აი ადამიანები ბუნებით ცოდვისაკენ უცოდველი ადამიანი არ არსებობს ხო და აი ზიარება საიდუმლო არ იყო დადგენა აუცილებლად იმისათვის რომ ჩვენ მორწმუნე ადამიანს მიცემ უნდა საშუალება იმისა რომ ცოდვით დაცემის შემთხვევაში და თუკი ის ამას მოინანიებს სინაროში იქნება და მიუახსარება სიტყვის მიეტევება თუკი ეს გულწრფელია ამას უფალი მიუტევებს და აი ამ ზიარების შედეგად ის განიცემება მეწევას თქვი რომ წარმოიდგინეთ აი ჩვეულებრივი ღვინო და პური ხო გარდაიქცევა ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლად რა თქმა უნდა ყველა საიდუმლოს აქვს ორი მხარე ხო ერთი არის ხილული რომელსაც ჩვენ რაც გამოიხატება ლოცვების წაკითხვაში ჯვრის გარდასახვაში და შემდეგ და არის უხილავი პროცესი სულიწმინდის მადლი გადმოდის ხდება აი სულიწმინდის მადლით აღსრულება ამ თუ იმ საიდუმლოს იგი ნათლისღების დროსაც ხო ადამიანი სულიერად იბადება ხო როგორ იბადება რანაირად ხო იმიტომ ჩვენ ამას ვერ ხედავთ აი ქორწინების საიდუმლოს დროს მაგალითად ხდება ორი ადამიანი ერთი სხეული აბა ამ ხელა საიდუმლოა ეს რომ აი მე ეხლა ეს რო ესმოდეთ
არ ეხებოდეს, მაგრამ გუშინ უსმენთ თუ დღეს იყო სტატისტიკა ზადი ციფრი დაასახელეს მარტო 200 განქორწინდების 2020 წელს ეს 70%-ამდე ხო წარმოიდგინეთ რა საშინელება ჩვენ პატარა ერისათვის ხო ყველაფერი თვითონ გაუფასურებულია რა პატარა რაღაცაზე უკვე მიდის ოჯახების დაანგრევა და ხო ამიტომ აი ზიარების საიდუმლოს და მალობა უფალს ამისთვისაც რომ ჩვენ ეს ამის საშუალებას გვაძლევსო ვიფიქროთ საკუთარ სულს გადარჩენაზე ეს არის მთავარი თორე ახლა უფალს ბრძანებს სახარებაში რომ გასარგებელი ექნება ადამიანს რომ მთელი ამ ქვეყნის ქორება შეიძინოს და საკუთარ სული წარიწყდეს ხო დაკარგოს ახლა ეს არის მთავარი და ახლა თუ სულს გადავირჩენთ ამაზე ვიფიქრებთ ხო ახლა ყველა განსასწრელი ყველა უბედურება არის ცოდი შედეგი ხო აქედან მოდის იმიტომ რომ მანამდე არ იყო საუბარი დაეცემოდა ხო და ეს სიკვდილი მათ შორის ხო და ამიტომ ეს და როდესაც იკურთხება და ეს იმ ნაწილად გაიყოფა რომელიც დაუშვათ შეურიგდება და ხდება მორწმუნეების ზიარება ხო აბა თუ შეიძლება რომ აი ძალის ამბავი მინდა ძალიან რომ იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ეზიარება იკურნება და ბევრი ადამიანი სიტყვაზე რაღაც სასწაულს ნახულოს იგივე ცეცხლთან მიმართებაში ბევრი ადამიანი ხატ სიტყვაზე თხოვს იკურნება ბევრი ვერა სიტყვაზე რომ რამხრივ გეუნებით რომ ანუ წმენა რამდენად არის საჭირო თუ ისო სასწაული არის მაგაზე ორი აზრი არ არის უბრალოდ აი ჩემთვის წმენა რამდენად არის საჭირო და ჩემი წმენა რამდენად აძლევს იმ ხატ საშუალებას სიტყვაზე რომ მე განკურნოს ან ზეც რო ვიცხებ სიტყვაზე რაღაცა იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ყოველდღე იცხებს და ვერ იკურნება და შეიძლება ერთმა ადამიანმა უბრალოდ წაისვას და განიკურნოს ამ ზეც აი თუ შეიძლება ჩვენ აი უბრალოდ რა მინდა პირადად ჩემზე რამდენად არის დამოკიდებული იმ ხატიდან წამოსული მადლის აი ეს ისა რა ქვია ძალა თუ შეიძლება კი ვიცი რომ ძალა რო აქვს და რა თქმა უნდა მაგაზე ორი აზრი არ არის უბრალოდ აი ჩვენზე რამდენად არის დამოკიდებული წეგა რახაც წმენაზე ვლაპარაკობთ ამ ცეცხლის ძალა არ ძალაზე სიტყვაზე რა თქმა უნდა წმენა ყველაფერი იმიტომ რომ წმენის შედეგად მიიღწევა ყველაფერი თუ ადამიანს მაგრამ წმენა შეიძლება ხო რა თქმა უნდა და გავიდა და 30 წელს გაყიდა თან იქაც ნახება ხოლმე ყველაფერი გააკეთა რომ ის მოტრიალებული იყო ეს რაღაცა შენდობა ეთქვა ხო აი იქ წერია სახარებაში პირდაპირ რომ მივიდა და ეს მიაყარა უკან ხო წავიდა ესე იგი შეინანაო წერია სინანული გაუჩნდა ამ შესახებ მაგრამ ერთი რა ეკალა მას რომ მისულიყო და შენდობა ეთქვა უფლისათვის ხო ის რა თქმა უნდა პატიოდა ესე გარდამოცვალად არსებობს ხე რომელზეც ჩამოუგიდა არღავანი და რამდენჯერ ჩამოტყდა თურმე რა ერთხელ ორჯერ ამით აცდიდა კიდე უფალი ხე გონზე მოსულიყო და მაინც მაგრამ ნუ გააკეთა ის არჩევანი თვითონ გააკეთა უფალებს შორში აღარ არის ხო თვითონ პირადი მის განცდელობა იყო ხო და ახლა წმენაზეა ყველაფერი დამოკიდებული იმიტომ რომ ახლა თუ მაგრამ ეხლა ერთი მომენტიც არის შეიძლება ვიღაცა თქვენთვის არ იყოს უცბად მიიღოს ეს ღვთისმადლე განიკურნოს მაგრამ შეიძლება ვიღაცამ ცოტა გვიან მიიღო ეხლა ეს ალბათ შეიძლება უფლის შეიძლება გამოცდაც იყოს ხო ეხლა ზოგ ადამიანს უფალიც დიეს ხო ეხლა ჩვენ ხო არ ვიცით ეხლა ხო როგორი ის არის ეხლა იმიტომ რომ ერთი მომენტში შეიძლება უცბად მე განვიკურნო სიტყვაზე და რამდენიმე ხიფში ჩავარდელინა ხო შეიძლება რომ აი და სულ დაიღუპოს მე ამიტომ ხილობს უფ კი რა თქმა უნდა ყველა ადამიანს თავისებური მიდგომა უნდა რა იმიტომ რომ ზოგი დაავადება ადვილად იკურნება ზოგი ცოტა ხანგრძლივი უკურნება ჭირდება აი ბევრი აი ეს ახსარებას თანაც ჩანს ხოლმე აი რომ შემოდის მაგალითად ხო ზოგს ეტყობა რომ ახლა განიცდის და წრევლე მოსდის ამათელი იმით არის რა ქვია განსტებში რაღაცა მაგრამ ზოგი სიცილკისკი შემოდის აბრალებს ქმარმა როგორ გააბრაზა სიტყვაზე ქმარის და ერთმანეთს გადაბრალებაში არის ხო და ამიტომაც ახლა ხვდებით ისე იუმორი მაგრა შველის ხო რაღაცა იმიტომ რომ ხო ახსენებ ესეთი რაღაცა რომ იქ თუ არ აი რატო აქ ეფრემასუს რატო საკუთარი ცოდების განცდის მომენტი უბრალოდ არა გაგიკითხა ხო ეს არის მთავარი როცა ადამიანს მიხვდები ხო სხვას უკვე ვეღარ განეკითხა ეს საკუთარ თავს დაინახავს ადამიანი ვინ არის სინამდვილეში რეალურ სახეს ხო აი სხვას უკვე ვფიქრობ აი 99% ალბათ აღარ განეკითხავს იმიტომ რომ საზრუნავი იქნება საკუთარი იმიტომ ყველა წმინდა ტიროდა რომ არც ერთი წმინდა მამა თუ დედა თავს არ მეიჩნევდა არც წმინდანად ეს რო გეთქვათ შეიძლება ხო არის იქით გასწორებული დიდებას განერდებოდნენ ხოლმე და გაურბოდნენ და უფრო რაც ახლო მიდიხარ ადამიანი ღმერთთან მით უფრო მეტად გზობს საკუთარ ღირსებას ხო იმიტომ რომ ზესთანაც ახლო მიხარ უფრო დაიწვევი ხო და ამიტომ ყველა
წმინდანი ევედრებოდა ყოფილს, რომ მიეცა დრო კიდევ სინანულისათვის. იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ გებულობთ ხოლმე ზოგიერთი ამბობი როგორც წმინდანია, აბა ეს ძალიან რთული ვითარებაა, დიახ. ძალიან რთული ვითარება არის და თან მართლა რო იცი ისეთი წმინდა ხალხი რო არიან იმაძეც ვერ იტყვი. პატრიარქის დონის ადამიანზეც ვერ იტყვი, ესე კი წმინდა არის მართლა, მაგრამ არ თვითონ არ უყვარს. თქვენ თუ გაგირბის, როცა შემიქია, მე არ მახსოვს რომ მისი მონასმენი რო რაღაცა გამორიცხულია და თუ გახსოვთ საქართველოში არის პავლე მოციქულო ჩადის არაობაქშო ხადაგებს და მე ხო სასწავლებს აღასრულებს და ღმერთად მიიჩნევა და უნდა ღმერთად გააღმერთო და დასმა შემოიღებს რა თქვენ რასამბობთ თქვენერი ადამიანი ვარ ხალხურებს აკეთებთ ხო ყველა გაურბოდა დიდებას იმიტომ რომ ესეც უნდა იყოს როგორც კი ადამიანი მე რო ხებში ვარდები მე რო უკვე რამდენია რა იგივე თქვენ იმასო დაუბრუნდეთ ხო უსვათ რაღაცა მადლი მიიღო და შეიძლება დაიჯეროსო აი რა მაგარია ხედავ და დაიმსახურა ამან ზოგს მიაჩნია რომ ამას იმსახურებს რა და ის კი არა უფალები მოწყალია და მოწყალი თვალის მიხედა იმიტომ რომ ამიტომ არის ზოგი აი მაგალითად მარიო მეგუტერს 17 წელი ებრძოდა ერთი მნებარო და იმას ის წარმოიდგინე მუშაობს მნებარო და ხო და ჩვენ გვეჩქარება და გვინდა რომ აი ხო და უფალს თავისი თან მამო ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ რაღაცნაირად აი იმის ღირსი არ ხარ რა ის რაც შენ თავს ხდება სიტყვაზე იმ წამს ხო იმის ღირსი არ ხარ და ყოველთვის უფრო სწორად შემას გააკეთებ და სწორად გაიგე იმ გზას იმიტომ რომ ბოლოდ მამამო ისე იცის მოტყუება ხოლმე ხა იმ მირონდინარი ხატებზე და რაღაცა ხანახა რაღაცა ხაცნახავ წამოვა შენ და ეგრე უნდა იფიქრე მე ცოდვილ ალბათ იმიტომ წამოვიდა რაღაცა საშინელება დავაშო ის კი არა აი მე დედა წმინდანი ვარ და აი ჩემთან მირონი წამოვიდა ეს ხო რაღაცის ნიშანია ხო დაგღუპავს ხო ისე გაურბევარ ხო აი მირონდინარი ხატებს და რაღაცებს უცბად რაღაც გადააწყდები ხო ისე იმას მიქნია უცბად მეთქი არა მეთქი ამის შარის თავის ადმოქს მაგას ადამიანი ვერ ამოხსნის ხო რატო ხდება ჩვენ არ შეგვიძლია ამის ის რა ქვია განსაზღვრა და გაანალიზება იმიტომ ეს შეიძლება პირიქით განსაზღვრელი მოვიდეს ამ დროს შეიძლება 1000 ხო შეიძლება პირიქითაც იყოს მაგრამ აი თქვენ თვითონ არ უყვეს ახლა ამას აიტაცებენ რომ აგერი მირონიდის და ესა და რატო ზის რა არის ამის მიზეზი განსასწრელი არ არის მამა რომ მოტყუდებ მაგას დიდი განსასწრელი ხარ პირდაპირ იღუპები მე და უკვე მიექანები ისე რომ ვერ ძგებს ამას მე ადამიანი და გონია რომ სწორ გზაზე დგას რა აი რასაც უდავე ხა აი ფიქრობდი რა გულში რომ აი გეფცევდი ჯერ აბედნიერი ადამიანი ვინც მართლმადებლად გაჩნდა მამაო და მე რა ბედნიერია რომ რაღაცა ზეიმის სიხარულის მომსწრე ხდები რა იმ ცეცხლის გადმოსვლის იქნება აი ზიარებას თუ რაღაცა და ამ ყველაფერს არ აღიქვა მამაო აი რამდენად უბედურია უბრალოდ ის ადამიანი ვისაც ამ ყველაფრის არ ჯერა და ეს ყველაფერი გატარებული აქვს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მამაო ვიცი აი მართლა გეუბნებით აი გვიან მოსულა ეკლესიაში და რას დარდობს იცი რომ ამდენხას ეს როგორ მაგალდა აი წარმოიდგინეთ მამაო რა ესეთი რაღაცა არის რაღაცა ადამიანის უბრალოდ რა ვიცი ზოგს მიეცა შეიძლება ზოგი მღვდელი იყოს მამაო ზოგი ის და ამ სიხარულს ვერ იზიარებდეს მამაო აი რამ ხელაზე უბედური უნდა იყო ადამიანი რომ ეს ვერ შეირგო ხო ხო აქ ისე მიდიوار რასთან გვაქვს საქმე გიორგი ძირითადში რომ ახლა რაღაცა ადამიანო დააფასო ხო და თუნდაც აი პატრიოტები აქვს ხო და რაღაცა მინიმუმ იმისი არსი უნდა გესმოდა და გააზრებული უნდა ქონდეს რასთან გვაქვს საქმე ხო აი მეც აღარ ვახსენე ახლა აი მალობა ღმერთს აი მარხვამაცას თუ ისე მშვიდობიან გაიარა და მარხვაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნებიშვიდეული ბოლო ხო რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია მაგრამ იქაც ბოლო ნებიშვიდეული და კიდევ ერთხელ ჩვენ გავდივართ აი უფალთან ერთად რაც უფალმა გაიარა ხო იერუსალიმში მისი ამ ქვეყანად ყოფნის ბოლო დღეებია ხო და ამას კიდევ ერთხელ აი უსმენს საკუთარი ყურით კი არ გვიხილავ ჩვენ მაგრამ იმას რომ აი შინაარსობრივად ის საკითხებს უსმენ იქ რო არის შემდეგ გარდამოხსნა იქ თუჟობის დატირება შინაარსობრივად ბევრი ადროს არის ციტირის ხომე რა ვეღარ იკავებს იმას ემოციურად მოსწე და ეს არის და როცა გააზრებული აქვს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მისდამონებლად უკვე პატივს ასწევია ყველაფერს აფასებ კიდევაც ხო აი ვინ ჩვენ რა სიკეთეს ვიგდებს სიტყვაზე ამიწერ ცხოვრებაში ხო უფრო ცდილობდა იმასაც შესაბამისი პატივი მიაგო და უფრო აძლევ რა 200 ამონო და აი ესია ეხაცო თან მამაო ყველაზე სასაცილო რა არის იცი რა ანუ რაზე მეცინო ჯერ ამდენი მილიონი ადამიანი ზეიმობს ანუ ესენი
ტყუდებით სიტყვაზე, ეს ერთი ხო, მაგრამ მეორეც, მაცხოვარმა ლაზარე აღადგინა 4 დღის გარდაცვლილი, მკვდრებს აღადგენდა, ბრმებს განკურნავდა, სიმსიმიანებს უკროდა. ეხლა თავის აღდგომის დღეს წარმოგიდგენთ თქვენ ის გაუჭირდება რომ ზეციდან უბრალოდ ცეცხლი იმას ქნას არ ქვია გადმოადინოს ეხლა ეს ხო როგორი აბსურდია ეს მაშინ ამ ყველაფერს შეხას უსვამდა თუ არ ხარ მორწმუნე თან ზოგიერთი მორწმუნე გაიძახს პრობლემა ის არის მუსლიმები ის ადამიანები აღიარებენ წარმოგიდგენთ რომ ეს წეღა რა ისტორია მოხებით ხო და წარმოგიდგენ როგორ შეიძლება შენ მართლმადიდებლად თავი გასაგებია მუსლიმ დღესაც ჩაბარებული ხო ის კეტავს ის ლუკავს იმას ყველაზე მაგრაა ხოსო და იგრი არის ხო დაუშვათ იქ სხვა კიდე ეროვნების ხალხია აბსოლუტურობის ყველანი შიგაცრუს შეძდევს უგლიაში წარმომადგენელი უყურებს რამე ხوارში აქვს ნუ ეხლა ეს რას ვთქვათ აქაც მიდიოთ ადამიანის იმას ყველაფერს ხო მამო ეს კაი ადამიანი მინდა რომ რამე დაგვარიკოს ეხლა გვიდღრას და გვითხარი კიდე რამე რას ფიქრობ შენ რას გვირჩევ შენ ხელებს ასურჩევ ჩვენ რას გვირჩევ გადაცემა როგორ მოგეწონა ბოლო 3 წუთი დარჩა და არ მინდა რომ გამეკცეს რაღაცნაირად და ეხლა რაც მოისმინე რა მიხვდი რაღაცა რამე გვითხარი აბა ისეთი ბევრი ისტორიაც გავიგე ბევრი რამეც არ ვწვდია ცეცხლთან დაკავშირებით გინდა აღდგომასთან ბევრი რამესთან დაკავშირებით და ზოგადად ესეთი თითქმის ამ საქართველოს ტელევიზიებიდან რო იყოს 60-65% ან 50% მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ბევრი ვინმე შემოტრიალდება ტაძარშიც და ესეც კარგი ეს ყველა თითქმის საქართველოს ნახევარი მოსახლეობა იქნებოდა მართლმადიდებელი 10-5%-იც არ არის იცი მართლმადიდებლური გადაცემებით 5% ალბათ ეკლესიას და მღვდლებს ალბათ უჭირავთ 100% და 0.005% ერთი ეს არის 2 საათი მაქვს 4 საათი კიდე ხან 6 საათი გამოდის ხოლმე კვირაში მომავალ და დანარჩენი თითქმის საპატრიარქოსიც რაღაცა დრო ეთუნება სასულიერო პირებს და ეკლესიას და დანარჩენი არ არის ფიზიკურად წარმოიდგინე შენ ეს სწორი იქნებოდა კარგი იქნებოდა მაგრამ ებძიან ამას როგორ წაწევენ წინ ეკლესიას ვერ წაწევენ ვისაც კარგი იქნება საქართველოს ჩემთანაც ცნობილი მართლმადიდებლური ქვეყანა მაგრამ ძირითადად მართლმადიდებლობას სკოლაშიც რო ისწავლებოდეს ეს არხებიც ბევრი გადიოდეს და ზოგი ბავშვი იძახის იმასაც აბრალებს რომ მაგალითად მე ვერ გავიგე და მაგიტო აღარ მინდა მოყურება და ღიზიანდებიან და შედროშ ყველაფერი კარგად ესმენ და ვის მართლა ვერ გაიგო და ისე გაიქნება რომ მე რაღაცა ისეთი სახარებიდანაც რაღაცა პატარა მონაკვეთები იყოს და დასახარებაში რაღაცა ისეთი სიტყვებია რომ ბევრი ვერცი იგებს იმიტომ რომ განმარტებული ბავშვის ენაზეც რო იყოს ყველა მიხვდებოდა და საქართველოს 70% მაინც იქნებოდა მართლმადიდებელი და ეხლა ძალიან ცოტა ვართ იმ ხრივ რომ ანუ მოსიარული არ არის მაზიარებელი იმდენად ხალხი რამდენადაც ხო არ იციან ეს და იცი რატო რომ ადვილად ტყუდებიან მე თორე მართლმადიდებლები არიან მაგრამ ინფორმირებული რო არ არიან ვიღაცები ატყუებენ ხოლმე მე სამწუხაროდ ჩვენ და მართალია რომ კი იძახის რომ მართლმადიდებელი ვარ და იცის რამოდენიმე რაღაცა და ვინც არ იცის და მაგალითად რო გითხრას რომ მუსლიმმა რო გითხრას რომ ქართული კარგად იცოდეს და გითხრას რომ ესე არისო და შენს მონაკვეთი არის და იმას უჯერა და ფაქტიურად ჩემ იმით რაღაცა წმენით ხელმძღვანელ და ყველასაც ატრიალებს შენ ცოდნასაც ვინც არის ყველას ეუბნება მაგას და ცოდნა საჭირო მართლმადიდებლობის და მე იქნებ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ხო ბევრი ადამიანი ტყუდება ხოლმე და ამიტომ ინფორმირება მართლა აუცილებელი არის მართალს ამბობ ალექსანდრე დიდი მადლობა ამ ლამაზი საუბრისათვის ბედნიერებას გისურვებ კიდევ ერთხელ ქრისტე აღსგა და დიდი მადლობა რომ ხარ ესეთი მაგარი ბიჭი და მამაო ძალიან დიდი მადლობა თქვენ მომზადებისას ესეთი ლამაზი საუბრისათვის და ყველაფერ კარგს და სიკეთეს გისურვებთ თქვენ მეუღლეს ყველა იმ ადამიანს მოვიკითხავ ვინც თქვენს ირგვლივ არიან საერთოდ ბედნიერებას უსურვებ ყველაფერ კარგს უსურვებ მადლობა იმისათვის რომ აი ესეთი შვილიშვილს დით რა ჩემთვის არის საამაყო ეს ადამიანი და ბედნიერი ვარ რომ აი ეკლესია სანამ ესეთი ადამიანები იარსებებენ ვიხედები ხოლმე და ვიცი რომ ჩვენი საქართველო არ დაიღუპება და მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ იმ ადამიანს ვინც ესეთ ხალხს ესე წინ წამოწევთ დროებით მამო კარგად გამოდეთ მადლობა
მადლობა თქვენ. დიდი და ყველა პატიმრებს აუცილებლად უცხოეთში ყოფ ადამიანებს მოვიკითხავ და დაგიბრუნებთ იქ და სამშაბათს, ხოლო კვირისათვის ეს გადაცემები გავა აუცილებლად განმეორებ. მე გახდით გიორგი დარასელია, მამა ექვთიმა და ალექსანდრე გახდა სტუმრად, რომელიც აუცილებლად გახდება სასულიერო პირი, მე ზუსტად ვიცი ეს და ბედნიერებას